საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ანგარიში ასახულია განხორციელებული საქმიანობა კონკურენციის პოლიტიკის ბაზრების მონიტორინგის, ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამოვლენის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და რეგულაციური ჩარჩოს გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ წარვადგინეთ ძირითადად იმ ბაზრების ანალიზი, რომელზეც მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, განსაკუთრებით ვფიქრობ ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები. გასულ წელს ჩვენ ბაზარი შევაფასებთ კონკურენტულად მთლიანობაში, რადგანაც ფასდამატები და ბაზარზე არსებული ვითარება ფასები მოქალაქეებისთვის თანხმდრაში იყო როგორც მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან, ასევე მყარი კურსი და ადგილობრივი კურსის გამყარების ტენდენცია იძლეოდა, ასე ვთქვათ, შესაბამისი და რაციონალური ფასების ფორმირების საშუალებას. ვისაუბრეთ ასევე რიტეილის ბაზრის მიმართულებით, რომელიც ძირითადად პროდუქტების ფასების კუთხით გულისხმობს გარკვეული შედეგების წარმოჩენას. გამოყოფდი მიმდინარე წელს და გასულ წელს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აღიარებას საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე კონკურენციის მიმართულებით და მათ შორის ფარმაციის кейსი აღიარებული იქნა საუკეთესოდ. პროფესიული მომზადების ცენტრში პროფესიული განათლების ეროვნული